დღეს ნინოობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იმ წმინდა სიხსენებს, რომელმაც კერპთაყვანისმცემელ ქვეყანაში ქრისტიანობა გაავრცელა. წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში შემოვიდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს 27 იანვარს გარდაცვალებას, ხოლო 1 ივნის მის შემობრძანებას. დღესასწაულს განსაკუთრებით ბოდბეში ზეიმობენ, სადაც წმინდანი განისვენებს. ამ დღესთან დაკავშირებით ბოდბის მთავარეპისკოპოსმა საღვთო ლიტურგია აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. საფლავის მოსალოდსა და დღესასწაულის აღსანიშნავად ბოდბეში დღეს მორწმუნეების ნაკადი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არ წყდებოდა. უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ რა მოიმოქმედა პატარა გოგონა, ხო? მივიდა და მეფე არ იყო მართლმადიდებელი, იცოდით, ვიცით ყველა რომ კერპებს და ღმერთის მაგერას სხვა რამეს ემდა პატივს, მაგრამ ამ გოგონამ მოახერხა ის, რომ მოაქცია და დღეს მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ასევე მოციქულთა სწორები არიან და რა მოხდა მაშინ? საქართველო გაქრისტიანდა, უდიდესი რა მოხდა. ერი გაქრისტიანდა და ქართველთა განმანათლებელები არიან. კი მოხდა ცხეთაში ნათლობა, მაგრამ მთლიანად საქართველო მიიღო მაშინ ქრისტეს ნათელი. და დღემდე ჩვენშია და ასევე იქნება ჩვენთან იქნება. ამას უნდა გავურთქილდეთ ჩვენ. აუცილებლად გასაფრთხილებელია ეს დიდი პასუხისმგებლობა. ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბოდბეში წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში აღევლინება წირვა. მინდა ამ ულამაზესი ადგილიდან ნინოობის დღესასწაული მიულოცო კახის და სრულიად საქართველოს. ყველა ქართველისთვის, ყველა მართლმადიდებლისთვის ეს არის განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ ყველას გვჯერა და გვწამს და ველოდებით წმინდა ნინოსგან მადლსა და ბარაქას და სიმშვიდესა და ლამაზ ცხოვრებას, ლამაზ საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით ბედნიერები ვართ,